გამარჯობა, მე ბექა სამღულაშვილი ვარ, მსახიობი და თქვენ დღეს მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში იმყოფებით. ამ ულამაზეს კახეთში. მე დავიბადე გურჯაანში, სადაც 14 წლამდე ვიზრდებოდი. შემდეგ ჩემი ოჯახი გადავიდა თბილისში საცხოვრებლად და რა თქმა უნდა მეც იქ წავედი. მას შემდეგ ძალიან ბევრმა წელმა გაიარა, სულ მენატრებოდა კახეთი, სულ მენატრებოდა ჩემი პაპა, ჩემი ბებო, ჩემი სახლი, ჩემი სოფელი, ჩემი ქალაქი და ძალიან ბევრი წლების შემდეგ ნელ-ნელა ვცდილობ რომ დავუბრუნდე ჩემს ულამაზეს კახეთს. დღეს აქ ვარ. და ვცდილობ რომ პატარა მცირედი წვლილი მაინც შევიტანო ჩემი გურჯაანის კულტურული ცხოვრების განვითარებაში. მიხარია რომ დღეს ჩემი კუთხის მასპინძელი ჩვენს გურჯაანს სტუმრობს და მე მერგო წილად რომ დღეს გიმასპინძლოთ. დაგათვალიერებინოთ ჩვენი ღირსშესანიშნაობები, ჩვენი უნიკალურობები და თქვენთან ერთად გავატარო დღევანდელი დღე. გურჯაანს ერთ-ერთი უნიკალური საუნჯი აქვს. ახტალა. ეს არის სამკურნალო ტალახი. ბევრმა შეიძლება იცის, მაგრამ ბევრს შეიძლება არც კი გაუგია, რომ ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში აქ მკურნალობდნენ. ჩვენი ბებიები, პაპები საუკუნეების განმავლობაში ცხენებით, ხარებით, კამეჩებით აი აქ მოდიოდნენ, ბანაკდებოდნენ და აი ამ უნიკალური ტალახით მკურნალობდნენ. საბჭოთა პერიოდში კი გურჯაანის ახტალა ერთ-ერთ უდიდეს კურორტად იქცა. არა მარტო ქართველები, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ აქ ხალხი. დღესაც ფუნქციონირებს და დღესაც ძალიან ბევრი ტურისტი ყავს ამ ადგილს. რა არის აქ ამ ტალახში უნიკალური? აქ ძალიან ბევრი ცოცხალი მინერალებია, რაც ასეთ უნიკალურს ხდის. დაახლოებით 250 მეტრის ქვეშ ეს ცოცხალი მინერალები ერევა ერთმანეთში და ამოდის აი ასეთი სახით, რომელიც ძალიან ბევრ ამას კურნავს. მაგალითად, კანის დაავადებას ეხმარება კუნთებს, ეხმარება სახსრებს და ასევე ნერვულ სისტემას. დღემდე ამ ადგილს ყავს ძალიან ბევრი ტურისტი. და როგორც ვიცი, სხვადასხვა ქვეყნებში გადის ეს უნიკალური ტალახი. და თუ თქვენ ჯერ არ გინახავთ კახეთში, გურჯაანში ახტალა, აუცილებლად მოინახულეთ და დატკბით აი ამ უნიკალური ლანდშაფტით. როდესაც გურჯაანზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ გურჯაანის ყველა წმინდა. ეს ტაძარი მე-19 საუკუნეში არის აგებული და მისი უნიკალურობა გახლავთ ის, რომ ეს არის ორგუმბათიანი. სადაც არ უნდა წახვიდეთ, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, ზუგდიდში, სამეგრელოში, ასეთ არქიტექტურას ვერსად ვერ შეხვდებით და ეს უნიკალურია. ეს კედლები ძალიან საინტერესო ისტორიას ინახავს. ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც ორჯერ დაიკარგა და ორჯერ სასწაულებრივად უკან დაბრუნდა. როდესაც შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა, მაშინდელ ერთ-ერთ ბერს მამა იოანეს გამოცხადებია ღვთისმშობელი და უბრძანებია ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთი სვეტის ქვეშ დაემალა, რადგან წაბილწვას გადარჩენოდა. 2 საუკუნის შემდეგ კვლავ ერთ-ერთ მოქმედ ბერს კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა რომ ენახა ის ადგილი, სადაც 2 საუკუნის უკან დამალეს ხატი და ასე დაბრუნდა აქ გურჯაანში ღვთისმშობლის ხატი და გადარჩა. ამ ტაძარს რამოდენიმე წლის უკან ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დიდი ხანია უკვე აქ მონასტერი არსებობს. როგორც ამბობენ, სასწაულ მოქმედი ეკლესია ყოფილა. და გურჯაანში ან კახეთში თუ ვინმე ჩამოდის, აქ აუცილებლად უნდა მოვიდეს და მოილოცოს. მე თუ მკითხავთ,
ეს არა მარტო გურჯაანის, არამედ სრულიად საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური ეკლესია, რომელიც შეიძლება ითქვას მსოფლიოში სულ რამოდენიმე შეიძლება იყოს. და ტურისტები თუ ოდესმე კახეთში ჩამოვლენ, აუცილებლად უნდა მოინახულონ ეს მხარე. მოკლედ გურჯაანში იმდენი რამ არის სანახავი და იმდენი რამე არის სალაპარაკო, ამას ერთი და ორი დღე ნამდვილად არ ეყოფა. შეძლებს და გვარად ვეცადეთ ძალიან მოკლე ხანში გვეჩვენებინა თქვენთვის გურჯაანის მთავარი უნიკალურობა. ახლა კი მოვიდა დრო იმისი, რომ ჩვენ წავიდეთ და დავაგემოვნოთ ნამდვილი კახური კერძები. და ჩვენ ეხლა ვესტუმრებით თევდორაშვილების მარანს, ულამაზეს და საყვარელ ოჯახს. აბა წავედით. დაი ჩვენ უკვე თევდორაშვილების მარანში ვართ. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი ფეხი შემოვდგი, მაშინვე ვიგრძენი, რომ აქ ხელოვანი ადამიანები ცხოვრობენ. ქალბატონი ეკა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონო ეკა. სასიამოვნო, აი დადგა დღე რომ გაგიცანით. მეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსმენია თქვენზე გურჯაანში და არა მარტო. და დარწმუნებული ვარ, რომ უგემრიელეს კერძებს მოგვიმზადებთ. ძალიან მაინტერესებს. რა კერძს მოგვიმზადებს ქალბატონი ეკა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ძალიან მალე გავსინჯო. და თან ეხლა იცი რა დროა? ეხლა უკვე დაიწყო ყურძნის კრეფა, ვენახის დაბინავება და ჭურები უკვე ივსება ყურძნით და მაჭრით. ყველაზე მაგარი პერიოდია, ხო და ეხლა და ამ პერიოდში ჩვენ ვამზადებთ ნამდვილ კახურ კერძებს. საოცარი. ხო და ქალბატონო ეკა. აბა მითხარით პირველ რიგში რას მოგვიმზადეთ? მოკლედ ამ ეტაპზე მე შემოგთავაზებთ ნიგვზიან ბადრიჯანს, რომელიც ყველა დიასახლისმა იცის. ყველა ოჯახში მზადდება ძალიან გემრიელად, მაგრამ მე რაღაც ჩემებური პატარა ნიუანსები ვიცი. საინტერესოა. სხვათა შორის ბადრიჯანის გემოვნური თვისებების შენარჩუნება იწყება დაჭრის მომენტიდან. ბადრიჯანი უნდა დავჭრათ ისეთ ნაჭრევებად, რომ არ იყოს არც თხელი და არც ძალიან მსხვილი, რომ შეწვის პერიოდში ეს თავისი გემოვნური თვისებები არ დაკარგოს. თუ იქნება ძალიან მსხვილად დაჭრილი, შესაბამისად არ შეიწვება და თუ იქნება თხლად დაჭრილი, პირიქით. მოკლედ ვჭრით ასეთ ზომებად. ვაყრით მარილს და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ხდება მისი გაწურვა. აი გაწურვის პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად არ მოგვივიდეს მისი გაწურვა. აი გაწურვის პროცესი როგორ ხდება? აი როგორ ძალიან ფრთხილად უნდა, აი ასეთი, აი ასე და არა ძალიან მკვეთრად მოუჭიროთ ხელი, რომ არ დაზიანდეს. შეგიძლიათ თქვენ თავად გაწუროთ ბადრიჯანი. სიამოვნებით. და მე შეგიფასებთ. კარგი. იმედი მაქვს არ გავტეხავ. აი ასე. ო, საინტერესოა. საინტერესოა. შემდეგ? ანუ გაწურული ბადრიჯანი ჩვეულებრივ იწვება ტაფაში, რა თქმა უნდა, მუქი შეფერილობა არ უნდა იყოს ძალიან, ოქროსფერად უნდა შევწვათ და სამზარეულო სალფეტკზე გადმოვიღოთ, რათა ეს ცხიმი მთლიანად არ წავიდეს ამ ბადრიჯანში და ძალიან მალე არ დაიშალოს უკვე ეს გახვევის პროცესში. ბადრიჯანი უკვე არის გაწურული, ორივე მივიღეთ მონაწილეობა ამაში და უკვე ემზადება შესაძლებლად. წავიდეთ, მაშინ შევწვათ. ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. წავიდეთ. მოკლედ შეიწვა ბადრიჯანი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად გამოიყურება და მე ასეთ მდგომარეობაში ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი. ეხლა მაინტერესებს აი ეს რა ინგრედიენტებია, იმიტომ რომ სამწუხაროდ მე არასდროს მინახავს როგორ კეთდება ბადრიჯანი ნიგვზით. მოკლედ ეს ყველაფერი არის გულსართი, გულსართს წარმოადგენს, მაგრამ მაქვს პატარა ისეთი ნიუანსი ჩემებური ნიგვზიანი ბადრიჯნის, რომელიც ძალიან გემრიელი გამოდის ხოლმე და ტურისტებს ძალიან მოსწონთ. და რა არის ეგ უნიკალურობა, შეგიძლიათ გითხრათ? ნუ მდუღარეს ვასხავთ, რა თქმა უნდა, მოდი დავიწყოთ მაშინ. ვასხავთ მდუღარე წყალს. არ უნდა იყოს ზედმეტი წყალი, იმიტომ რომ გათხევდება
ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. და შემდეგ ვიწყებთ უკვე ინგრედიენტების დამატებას. რა თქმა უნდა, უცხოსუნელი. ხმელი ქინძი. და წვრილად დაჭრილი ხახვი. თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან ხდება. არა მარტო გემოვნურ თვისებებზე მოქმედებს, არამედ თვითონ გამოდის ვიზუალურად გადახვევის დროს ძალიან ლამაზი და მშვენიერი ბადრიჯანი. საინტერესოა. ოღონდ ეს ხახვი აუცილებლად დუღარეს დასხმის შემდეგ და არა იქამდე. კი. და ბოლოს ეს არის ნიახური და ოხრახოში. ერთი სული მაქვს. და თუ სეზონია, ხო იცით, ბროწეულის გულები ძალიან ხდება. კი, ბროწეული ძალიან ხდება. სხვათა შორის შემჩნეული მაქვს ყველა ქართულ სუფრაზე დევს ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხო? კი, ყველას, ნამდვილად ყველას გვიყვარს და წეღანას გითხარით უზომოდ მოსწონთ ტურისტებს, აი პირველად იწყებენ ხოლმე ბადრიჯანთან და გაზაფხულზე კიდე ახალი პომიდორი რო შემოვა, საოცარია. მასთან ერთად ნიგვზიანი ბადრიჯანი. ისე თქვენ ხშირად სტუმრობენ ხოლმე ტურისტები და ძირითადად რა კერძებით ინტერესდებიან? ძირითადად კახური კერძებია, ქართული კახური კერძები. მათ შორის ხაშლამა, წვადი. ხაშლამა, რა მეტყვიან, მეფია. ნიგვზიანი ბადრიჯანი. წვადი ჩვენს ქვევრში შემწვარი, რომელიც განსაკუთრებულად იწვება, ასეთი სველსველი რჩება. ნიგვზიანი ბადრიჯანი და ostri. ostri კახეთში ჩაკაფული რა თქმა უნდა. შორის ostrიც უყვართ, მაგრამ აი გაზაფხულიდან დაწყებული, მაისიდან დაწყებული სადღაც ივნისის დასაწყისამდე ძირითადად ვამზადებთ ხოლმე ჩაკაფულს. ეს არის ჩვენი შიგთავსი, სადაც აქ არსებული ყველა ინგრედიენტია მოთავსებული. გემოვნურად არის შეკმანზული და ახლა დავიწყოთ გადახვევა. ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნო პროცესია, მინდა გითხრათ. ერთი კოვზი თქვენთვის არის. სიამოვნო. მე დავიწყებ. კარგი, გიყურებთ და ხო შეიძლება მეც გავაკეთო. ჩემს მერე. თან რო გავაკეთო რა? არა. შეიძლება შეგეშალოთ. ანუ ბოლომდე არ უნდა წაუსვათ. ძალიან საინტერესოა, მეც ხნამ. აბა. კარგი, ჩემი კოვზით ვიზომაში, ხო? აი ხო ხედავთ, რამდენად. მე სამწუხაროდ კულინარიაში ძალიან სუსტი ვარ. რაღაცა არ ჩანს ეგ? მაგრამ ისე გემოებს კარგად ვგრძნობ, ხო? კი. გულიანად, კახურად. კი, კი. აი ესე. აი ხა გადავახვიოთ. ესეც ჩემი პირველი გაკეთებული ბადრიჯანი ნიგვზით. მინდა გითხრათ, რომ ერთგვარი სიამოვნებაც არის ამის საჭმლის მზადება, ხო? და მოდი, მე მგონი მოვიდა დრო და დავაგემოვნებ. შეიძლება? ერთით. აბა, სიმბოლურად ჩემს შეხვეულს დავაგემოვნებ, იმიტომ რომ პირველად შევახვიე ზოგადად ნიგვზიანი ბადრიჯანი. აბა, ვნახოთ. უგემრიელესი ეტყობა, სახეზეც მეტყობა. ხო? ამას კარგი კახური ღვინოს მოუხდებოდა. ეგ მე. რა თქმა უნდა. მოკლედ, ნიგვზიანი ბადრიჯანი გავაკეთეთ და ახლა დადგა მეორე კერძის დრო. და ყველაზე მეტად ამას ველოდებოდი სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს კერძი. და ერთი სული მაქვს, როდის გააკეთებს ქალბატონი ეკა ბოზბაშს. ბოზბაში არის უნიკალური და კახეთში ბოზბაში თუ არ მიერთვი, ისე რაა კახეთი. და საუკუნის კითხვა. ბოზბაში თუ ჩიხით.
ამას მე რეგეთქვით. თქვენთვის დაგემოვნების შემდეგ გავცეთ პასუხი. კარგით, აბა დავიწყოთ მაშინ როგორ უზადდება, მეც ძალიან მაინტერესებს. ეს არის ქართული ტრადიციული კერძი და რაღაც სარიტუალო დატვირთვაც აქვს ამ კერძს. ბოზბაში თითქმის ყველას გაუგია, მაგრამ ძალიან ცოტას თუ უჭამია. დღეს შემოგთავაზებთ ქართულ ტრადიციულ კერძს ბოზბაში. და მე როგორც ვიცი ბოზბაში, ანუ თელოში რაც მე გასინჯული მაქვს, ესეთი გუფთის მაგვარია, ხო? კი, აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა. ახლა არსებობს ორი ვარიანტი გუფთის სახით და ერთი დაკეპილი ხორცის სახით. მე დღეს შემოგთავაზებთ დაჭრილი ხორცის სახით. ძალიან საინტერესო. კი, ანუ თავარი კიდევ რა არის, როდესაც ყიდულობთ ცხრის ხორცს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იყოს ცოტა მსუყე, ანუ მსუქანი ხორცი და რაც მთავარია, ცხრის ყველაზე მსუქანი ნაჭერი უნდა მოვაყოლოთ მას თან. იმიტომ რომ მისი დახმარებით ხდება ეს კერძი ძალიან გემრიელი. კიდევ რა მაინტერესებს? სარიტუალო დატვირთვაც აქვსო და აი ეგ მაინტერესებს რა იგულისხმეთ ამას. დიახ, სარიტუალო ნამდვილად აქვს, იმიტომ რომ ძირითადად კახეთში ეს კეთდება მიცვალებულის გასვენებასთან დაკავშირებით გაშლის სუფრაზე. გასაგებია. და როგორც ვიცი, ქორწილებშიც იციან, ხო? კი, სხვადასხვა ადგილებში იციან ქორწილებში. აი ეს რა არის ძალიან მაინტერესებს. ხო, აი ეს არის მთავარი, წეღან რომ თქვი, როდესაც ყიდულობთ ცხრის ხორცს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნდა ვიყიდოთ ყველაზე მსუქანი ნაჭერი. რა არის ყველაზე მსუქანი ნაჭერი? დუმა. ხო, აი ეს გახლავს ზუსტად ეს. გასაგებია და ეს შენარევი რა? დუმა, ანუ საკუც მანქანაში ტარდება, მოშუშულ ხავხთან ერთად ითუშება და აი ასეთ შეფერილობას რომ მიიღებს, უკვე მზად არის და უნდა გადმოვდგათ. აი პირველი რა უნდა გავაკეთოთ ახლა? დავიწყოთ ახლა, უნდა დავადგათ დაჭრილი ხორცი, გარეცხილი, დაჭრილი ხორცი, მოვაწყენოთ წყალი და ვხარშოთ გარკვეულ მდგომარეობამდე. შემდეგ უკვე თან ვამზადებთ ამ დროს ამას სუკან ხორცს თავის ხავხთან ერთად და ვუმატებთ უკვე თითქმის ნახევრად მოხაშულ ხორცს. ამის შემდეგ უკვე ტომატს ვასხავთ, რა თქმა უნდა, რაოდენობის მიხედვით და სულ ბოლოს უკვე შესანელებელი ინგრედიენტები. და რა შედის ამ შესანელებელი ინგრედიენტებში? აუცილებელია ქინძი, ოხრახოში, რეჰანი, ნიორი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძირა, რომელიც განსაკუთრებულ გემოვნებას აძლევს. და პილპილის მარცვლებიც კიდევ ძალიან უხდება. ძალიან საინტერესოა. მოდით მაშინ დავიწყოთ და ერთი სული მაქვს როდის დავაგემოვნებ და აი მე გეტყვით ბოზბაში თუ მოკლედ მოიხარშა ჩვენი ხორცი როგორც ხედავ უკვე, ხო? და ეხლა უკვე ინგრედიენტებს დავამატებთ. აბა დავიწყეთ რითი იწყება? პირველი აუცილებლად ტომატი, რომელიც მე ძალიან მიყვარს. და რაც შეიძლება მეტი უნდა გქონდეს, ხო? მე ესე მიყვარს. რა თქმა უნდა. შემდეგ ეს ჩვენი ასე ვთქვათ, სუკანი ხორცი, ჩაშუშულ ხავხთან ერთად მომზადებული. მოკლედ მაყურებელს შევახსენებთ, რომ ეს ცხრის დუმაში ჩაშუშული ხახვი იყო, რაც უქენით ახლა ჩვენ აი ამ კერძს. დიახ, ნამდვილად ასეა. და აუცილებლად უნდა იყოს ცხიმიანი, ხო? კი, მაგრამ ეგ იმაზეა დამოკიდებული, თვითონ თუ ოჯახის წევრებს უნდათ იყოს მსუყე, უფრო მეტი უნდა. მაგრამ ცხიმიანი უფრო გემრიელია. რა თქმა უნდა, ასეა. მე ახლა შეძლების დაგვარად საშუალოდ გავუკეთე სუკანი ხორცი, რომ ისე კარგად გამოიყურება, ვერც კი წარმოიდგინე. და მთავარი კიდევ რაც არის, მწვანილების შემდეგ აუცილებლად სანელი ძირა და დავამატოთ. მწვანილები ეს არის ქინძი, ოხრახოში და რეჰანი. აი რეჰანი თითქმის ცხრის სხვა კერძებს არ უხდება ხოლმე, მაგრამ აი ამ კერძს ძალიან უხდება რეჰანი. ეგეც მწვანილი იყო და ახლა დავამატებ ძირას.
რამდენიმე კბილი ჩახეხილი ნიორი უხდება. და ეხლა უნდა დავდგათ ისევ შევადგავთ და შევაწყვოთ, ხო? და წამოვადუღოთ? ვადუღებთ მოხარშვამდეს, რომ მზაობამდე ასე ვთქვით. მომზადდა უკვე ჩვენი კერძი და ეხლა უნდა დავგვიგემოვნოთ ეს სიამოვნებით. ისეთი საინტერესოა. როგორი ხორცი ამოგეღო? აი ესეთი ზუსტად. მაგრამ ამას კარგი თეთრი ღვინოც უხდება. თეთრიც და შავიც. კი, შავიც. აბა ვნახოთ როგორია. წვენის გარეშე რა თქმა უნდა. ღმერთო ჩემო. ერთი ჩემი მეგობრისთვისაც დამისხა ძალიან. მერთვით. აბა. და შეაფასეთ. ძალიან მაგარი არომატი აქვს. მარილი ხომ არაკლია. ბოზბაში. არანაირად ჩიხირთმა და რაღაცა საბავშვო ისინი. ბოზბაში. მოკლედ, კახეთს ხომ ყველაფერი უხდება. სულ ყველაფერი. თან ეხლა ისეთი პერიოდია უკვე ყურძნის კრეფა დაიწყო. დიდი ყურძნის ქვევრებში ჩაწურვა და ყველაზე მაგარი პერიოდი, ყველაზე მეტად ეს პერიოდი მიყვარს მე კახეთში. და აქვე მინდა გითხრათ, რომ აი მწვადის, ხაშლამის და ჩურჩხელის გარეშე კახეთი ვერ წარმომიდგენია. და რაც შეიძლება თქვა ჩურჩხელაზე, ჩვენი წინაპრები ომში რომ მიდიოდნენ, მათ ჩურჩხელები მიქონდათ, იმიტომ რომ ადვილად გადასატანი იყო და მარტივად ანაყრებდა ადამიანს. ეს კი როგორ შეიძლებოდა ეხა ჩვენ დაგვიმთავრებინა გადაცემა, სადაც მწვადი არ იქნებოდა, ხაშლამა არ იქნებოდა და რა თქმა უნდა ჩურჩხელა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ჩურჩხელის ამოვლება ზოგადად იწყება ოქტომბერში ალბათ, ხო? ბადაგი რომ დავარგდება, ასე ვთქვათ, იწყება. ქალბატონო ეკა, იცით რა მაინტერესებს? თქვენ შესანიშნავი გარემო გაქვთ, რომ შემოვედი, აი, გავოცდი, იმდენად ლამაზია ყველაფერი და როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ტურისტი მოდის თქვენთან სტუმრად. და მაინტერესებს, რა რეაქციები აქვს, თქვათ, როდესაც მწვადს წვავთ, როდესაც ხაშლამას დააგემოვნებენ, როდესაც კახურ დედას პურს მიართმევთ, ან როდესაც ამოავლებენ ჩურჩხელას. აი ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად რაზე ამახვილებენ ყურადღებას და რაზე აქვთ ოვაციები. ანუ როდესაც მოდიან ხოლმე იცით, აი პირველი რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი სიყვარული მათამი, სტუმართმოყვარეობა და გულუხობა. რა თქმა უნდა. ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე, რომ არ შეიძლება ასეთი გემრიელი კერძების ჭამაო, ამდენს გვაჭმევთო, ამდენს მივირთმევთო და მე მიხარია ეგ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეგ ჩვენ ძალიან მოსწონთ მწვადი. თვითონ თუ ერთვებიან ხოლმე შეთვის პროცესში. აუცილებლად, აგების პროცესშიც ერთვებიან, პლუს ატრიალებენ შამფურებს, იქვე თავს არანებებენ, ვიდრე არ გამოვიტანთ ხოლმე, იქამდე იქ არიან. და თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ თქვა რამე თავისი ქვეყნის კერძს შეუდარებიათ ჩვენი. სხვათა შორის არა, ამბობენ, რომ აი საქართველოში ყველაფერი არის გემრიელი. სხვანაირი გემოვნური თვისება აქვს, ხორცეულსაც, ბოსტნეულსაც და აი აქ ჩამოვდივართ, იმიტომ რომ დავაგემოვნოთო ეს ქართული კერძებიო და ჩვენ რა თქმა უნდა კახურ კერძებსაც შევთავაზებთ და მათ შორის ახლა ხაშლამას, რომელიც თავი და თავია სუფრის და ძალიან უყვართ ხოლმე სხვათა შორის ეს გემრიელად ნიახუში, ოხრახოში, ხახვი ჩაგდებული, პილპილის მარცვლები ჩაგდებული და ხო ნიორწყალი აუცილებლად. კი, სხვათა შორის ვიკვირთ ხოლმე, რომ ეს რა არისო, რატო გჭირდებაო? ესე შეეპარებიან ხოლმე და მე სხვათა შორის კახეთში ესეთი გამოთქმა არსებობს, ვიღაცეებსო ხაშლამა მოხარშული ხორცი გონიაო. ეგრე არა. ნამდვილად. აი, მთელი გული უნდა ჩადო ხაშლამის მოხარშვაშიც, მთელი სული და გული რო გემრიელი გამოვიდეს. და რაც შეეხება ჩურჩხელას, მე როგორც მახსოვს, ჩემი ბებია პაპაჩემს სულ ეჩხუბებოდა ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტი ბადაგი მომეციოდა. პაპაჩემი არ აძლევდა ხოლმე ამ ბადაგს. აი, ეს ყველა ოჯახშია, მე მგონი მერწმუნეთ. აი, ყველა ოჯახშია. თქვენ ბადაგი გილდათ და კაცებს? კი, ღვინო. საღვინო? როგორც ჩაიწურება თუ არა?
ყურძენი ესევე მაშინვე ვიღებთ ხოლმე გიას დავადგები ხოლმე ქვევრებთან თავზე რომ რაც შეიძლება მეტი ამოიღოს და მეტი ბადაგი მქონდეს. თქმა უნდა ტურისტებისთვისაც და ჩვენთვის ახლობლებისთვისაც ოჯახისთვის და იცით როგორ მზადდება ეს ბადაგი. ანუ თითქმის ერთზე უნდა ადუღო რომ ის ნამდვილად გემრიელი გამოვიდეს და კარგი გამოვიდეს. ჩვენ ახლა გვაქვს შენახული შარშანდელი ბადაგი. ისიც ძალიან კარგია, ძალიან გემრიელი და იმით გავაკეთებ და შემოგთავაზებ. ძალიან კარგი იქნება. გემრიელის ჩურჩხელას. ჩემთან მახსოვს, როდესაც კეთდებოდა ხოლმე ჩურჩხელა, მთელი ჩვენი დიდი ოჯახი, მთელი ჩვენი სანათესაო იყრიდა თავს და ყველა ურევდა ქვაბს, ყველა ავლებდა, ჩვენთვის პატარები ვიყავით და პატარა ჩურჩხელებს გვიბზადებდნენ ხოლმე და მოკლედ ეს იყო ერთგვარი ტრადიცია სამწუხაროდ. არა და სამწუხაროდ ვიქა. ახლაც ხდება. ახლაც ხდება, რა თქმა უნდა. ეს ერთგვარი უდიდესი ტრადიცია, ხო? და ისე აღარ გვიხარია. აი სამაგიერო ჩემ ტურისტებს ისე უხარიათ ხოლმე რომ აი ბოლომდე მოვიყავ. აი ეხლა მე ძალიან გამეხარდება და მოდი გადავიდეთ პირდაპირ იქ ერთი სული მაქვს, როდის დავაგებოვნებ თქვენს ბადაკს. მოდით ეხლა წვადით შევწვათ, ხაშლამაც მოვხარშოთ და ბადაკშიც ამოვავლოთ. აი სრული სიგიჟე კახეთში. წავედით. ხალბატონო ეკა. არ ვიცი რა ვთქვა, ის ხა დაგვრჩენია. მივირთვათ ეს ყველაფერი. მე მგონი ძალიან საინტერესო დღე მოგამოგვივიდა მოგზაურობა გურჯაანში. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თევდორაშვილების მარანს და ხალბატონ ეკას მასპინძლობისთვის და მინდა გითხრათ რომ იმოგზაურეთ რაც შეიძლება მეტი და ეწვიეთ კახეთს. გურჯაანს ამ დოულად ბარაქიან კუთხეს. ორმესე მადლობა ხალბატონ ეკა. მადლობა მე რომ მოგწანდით ბატონო ეკა. გაიხარეთ. აბა დროებით.